თუ რას გავხარ, რას სულელი ხარ, არც ლამაზი, არც ჭკვიანი, რანაირი ხარ, ან ვინ ხარ საერთოდ? და ვინ ვარ? როგორი ვარ? რატომ ვარ ასეთი? მსგავსი სიტყვები საკუთარი თავისთვის გითქვამს? იცი ადრე, როდესაც ამგვარი აზრები შეუჩერებლად ტივტივდებოდა ჩემს გონებაში, ძალიან მეშინოდა. ალბათ იმიტომ, რომ კითხვებზე პასუხები არ მქონდა. შემდეგ მათ მოშორებას ვცდილობდი, ვებრძოდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ამით ჩემს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებდი. ცოტა ხნის წინ სადღაც ასეთი სიტყვები წავიკითხე. ადამიანს ცურვას ვერ ასწავლი მაშინ, როდესაც ის იძირება. აი ეს გაურკვევლობის მდგომარეობა არის ზუსტად ეგ. როდესაც იძირები და ამ მომენტში შენ არ უნდა დაავალდებულო თავი, რომ იპოვო პასუხები შეკითხვებზე. უბრალოდ უნდა იყო. მიიღო შენი მდგომარეობა, შეიგრძნო ყველაფერი, ყველა გრძნობა, არ გაექცე. მიიღო ის ფაქტი, რომ არ გაქვს შეკითხვებზე პასუხები. ეს ეტაპია, რომელსაც გადალახავ და გაიზრდები. თუ შენ ახლა ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფები, მე შემიძლია დაგპირდე. პასუხები თვითონ მოვა. დროთა განმავლობაში ისე, რომ შენ თვითონაც გაგიკვირდება. უბრალოდ მოვა მაშინ, როდესაც რეალობას მიიღებ ისეთად, როგორიც ის არის. იქნები მადლიერი იმისთვის, რაც გაქვს. მაშინაც კი, როდესაც გგონია, რომ ყველაფერი თავზე გენგრევა. არ გენგრევა, შენი ტვინი გატყუებს. უნდა იპოვო თუნდაც ერთი რამ, რისთვისაც მადლიერი იქნები. მაგალითად იმისთვის, რომ არსებობ და შეგიძლია გამოცადო ემოციების მთელი სპექტრი, ადამიანებთან ურთიერთობები. შეგიძლია შეიგრძნო სამყარო, ცხოვრების თავგადასავალი. უბრალოდ ეცადე, რომ ყოველთვის, ყველაფერში დაინახო სილამაზე. მათ შორის შენში და არასდროს უთხრა შენს თავს.